აქციამდე ერთი დღით ადრე კი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ცდილობდა. მილიარდერმა სახალხო დღესასწაულის სათავისოდ გამოყენება მაღალმთიან აჭარაში კიდევ ერთხელ სცადა. თუმცა ფშავისა და მესტიის მსგავსად ქართული ოცნება არც ბეშუმელებმა მიიღეს. მართველი პარტიის საარჩევნო ნომრით დამშვენებული ქუდიც დაახურეს და საკუთარი ესკორტითა და გაძლიერებული დაცვის თანხლებით უკან გააბრუნეს. უარყოფილ ივანიშვილს ყველაზე სკანდალური აქცია მერეთისა და კარელეთის შემდეგ სწორედ აჭარაში გამოუვიდა. სადღესასწაულო მოედანზე მრავლად იყვნენ თავშეყრილი სხვადასხვა რეგიონებიდან ამოყვანილი გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც წინ აგვიდგნენ და მთაზე ასვლის საშუალება არ მოგცეს. ადგილობრივი ხელისუფლება ბეშუმელებთან და დღესასწაულისთვის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულებთან ერთად შუამთობას ყოველ წელს აღნიშნავს. ბიძინა ივანიშვილი მაღალმთიან აჭარაში პირველად ნახეს. პირველად ხედავთ რომ ამოვიდა. რუსეთს უნდა შევიერთდეთო. რუსეთი კარგია რა ვიცი, არადა რუსეთმა დაიწყო ხომ, ყველა მისით ეგიჩვენ. ეგია ხალხში, ამიტომ ამიტომ ბიძინა ივანიშვილი. არის რომ იტყვიან გასრავად და ფულის ტომარაო და ფული საერთოდ არჩევნებზე და იმაზე არ მოქმედებს. ფულით გასული კაცი მე წარმოდგენა არ მაქვს რომ იმან რამე გააკეთოს ხალხის სასარგებლოდ. სიბრძნე გამოიჩინეთ და გამოეცალეთ იქაურობას, რომ ეს პროვოკაცია უფრო დიდ დაპირისპირებაში არ გადასდილიყო. პროვოკაციაზე უკვე მერამდენედ ფშავისა და მესტიის შემდეგ საკუთარი სურვილით მიდის. სახალხო დღესასწაულებს მხარდამჭერებთან შეხვედრას არქმევს და ხალხმრავლობის ეფექტსაც ამ გზით ქმნის. პროვოკაცია გამორიცხული არ არის. ჩვენგან არ არის პროვოკაცია. ჩვენგან არის. ჩვენთან მოდიხართ აქა და ჩვენთან არის რომ ადგილობრივი ხელისუფლების ნებას მალე დაჰყვა. დროებით და გარეგნულად პოლიტიკური ორიენტაციაც შეიცვალა და ქართული ოცნების მაისურებიანი მხარდამჭერების დასანახად მმართველი პარტიის საარჩევნო ნომერიც მოირგო. საქართველოს სიყვარულის დამტკიცება მხოლოდ ქუდის შეცვლით ვერ მოახერხა. ლიდერის უარყოფამ განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია. ზოგს დამუქრება მოუნდა, ზოგს კი აგრესიული ლექსის თქმა. ახლა კი დროა სამომავლო რომა კვლავ დაიხუხოს საქართველომა. ეს კაცი ვინც დაპირისპირების ცდილობას ცდილობდა. ეს კაცი არის ხელვაჩაურის რაიონის გამგებელი გვარა დუმბაძე, ჩემი მოგვარე და ჩემი ნათესავი. 2 ოქტომბერს აღარ ვაპატიებთ. მისი ადგილი სამართლიანი სასამართლო გაარჩევს სად არის. ეს არის ხელვაჩაური 2 ოქტომბერს. 2 ოქტომბერს. ედი მოგანიაცი. სანამ დუმბაძე მეგვარეს მიაწვება, მანამდე ბიძინას მიაწვნენ. არადა კიდევ ერთხელ გაწბილებამდე ბეშუმში ასულ სხვა განწყობა ჰქონდა. იქ ცენტრში და მივიდეთ. კი ხალხი გველოდება, რაღაც ნაწილი. მივიდეთ და მე გასულით. ძირთად დამსვენებლები იქ არის. და ისინი გველოდებიან იქ არა. სულ ტყუილად იჩქარა. არც ხალხი დახვდა და არც საქართველოს პრეზიდენტი. ზეიმზე მურმან დუმბაძემ დააგვიანებინა. რაღაც ისწორით არ აკეთებ ხა შენ რა. აი აგერ ვარ მისასვლელი. კი ხარ მისასვლელი, მაგრამ აი დაგვიანება აღარ ვარ. მივიდეთ პირველზე. აბა მოდი მე ჩამოვიდეთ არ შეიძლება მე ჩავარდე. დაურეკო ჩვენ რომ ხალხი გელოდება? აი ვერა გაგიგმები რა. ჩვენ რომ მივაქვს ის დაშლილი იქნება იქ რა ასაკეთებს ეს კაცი ვერ გავიგე რა. არ გამოვიდე იქ რა.
სადა მურმანი? მურმანდუმბაძეს დასამალად საქმე ნამდვილად ჰქონდა. ლიდერს არაორგანიზებული შეხვედრის გამო თავგზა ისე აუბნია, რომ ივანიშვილმა რამდენიმე ქუდით დიდხანს იარაც ხელგულზე ბევრი წყალით სვა და ბოლოს საკუთარ ავტომანქანასაც ვეღარ მიაგნო. წასვლამდე საკუთარი მედია საშუალებებისთვის მითითებების მიცემა მოასწრო. ტელევიზიიდან დარჩით ვინმე რომ გადაიღოს. გადავიღეთ კამერებზე, შენ დავაფიქსირეთ. მისმა კამერებმა ეს არ გადაიღეს. მაგრამ მე ვიცი რომ გასაუბრად ებრძვიან ეს ხალხი და მე თქვენ მდგომარეობა კარგად. საშიში რამე არ არის და პრობლემა ჩვენ რამე არ არის. კარგი. და არც ჩვენ თავრობა დიდად გვერდჩის რომ ვინმეს არ შეხვდეთ. რა ვიცი, ჩემთან ჯერ არ მოსულა, ვინმეს არ შეხვდე და ანუ სხვებთან თუ ის სხვები ვერ გეტყვი და ჩემთან პირადად არ მოსულა. სამაგერო დიდი დოზით გადაიღეს? მცირეწლოვანები მცირე რიცხოვან შეხვედრაზე, რომელიც ბეშუმელებისგან უარყოფილმა ივანიშვილმა იქვე სახელდახელოდ მოაწყო, უმრავლესობაში იყვნენ. ცოტათი უფროსებმა და თანმხლებმა მეოცნებეებმა ცოცხალი ჯაჭვიც კი შეუგრეს. ჯაჭვის გაწყვეტა და თავისიანებისა და სხვისიანების გარჩევა აქაც მოახერხა. ეს ტელევიზია ნიშანი ვერ ვიცი. აჭარა. ადგილობრივია ხო? კი. 25-ზე თქვენ გადიხარ? 25-ზე სხვა არის. 25-ზე სხვა. ეს ბიუჯეტიდან ფინანსდება სახელმწიფო ტელევიზია. გასაგებია. აჭარის სახელმწიფო თუა, ესე იგი ნაციონალური მოძრაობისაა, ეგეთ იგივეა. კი. მისი დაფინანსებულების ობიექტივში უნდოდა საქართველოს პრეზიდენტთან მისი შეხვედრა მოხვედრილიყო. მე არ მჯერა რომ მოვიდა, მეგონი გვაბოლოდნენ, მაგრამ ეს მურმანდუმბაძეს ნამდვილად არ მოუტყუებია. მიხეილ სააკაშვილის შუამთობაზე ბეშუმში წელსაც ჩავიდა. ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა რომ უნდოდა ხმამ აღწვა. სააკაშვილი მეხილს ვერ ჩამომართავს და თვალებში ვერ შემხედავს, მაგ ძალიან შიშერეკაცია. ამას ვაშკაცობა უნდა. არა და პრეზიდენტის ესკორტმა გვერდით რომ ჩაუარა თავის აწევასაც მოუწოდა. პრეზიდენტმა ბეშუმიდან რეგიონული ტურნე სამეგრელოში განაგრძო. მილიარდერი კი ქართული ოცნების ხულოს ოფისში დაბრუნდა და მხარდამჭერების მობილიზება იქ კიდევ ერთხელ უშედეგო, თუმცა მაინც სადა. მოგზადით. საკუთარი ოფისის წინ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც რომ ვერ შეძლო, ოლიგარქი კიდევ უფრო კომფორტულ ავტომობილში გადაჯდა და ბათუმში საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად დაბრუნდა.